სომხეთში აჭარის კულტურის მინისტრის ვიზიტი დასრულდა. ელისო ბოლქვაძემ შეხვედრები გამართა სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ჟანა ანდრიასიანთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. უწყების ინფორმაციით შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურის მიმართულებით არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე, რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ახალგაზრდების ხელშეწყობასა და სახელოვნებო განათლების მიმართულებით გაცვლით პროექტებზე. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გალა-კონცერტები მუსიკალური ბათუმი ერევანში და მუსიკალური ბათუმი ვანაძორში. ღონისძიებებში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და ანსამბლი ბათუმი მონაწილეობდნენ. მუსიკალური საღამოები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის საგალობლით გაიხსნა და მის ხსოვნას მიეძღვნა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აჭარის და ზოგადად ქართული კულტურის, ხელოვნებისა და საშემსრულებლო ხელოვნების წარდგენა სომეხი მაყურებლის წინაშე. მსგავსი ინიციატივები ქმნის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავების მნიშვნელოვან შესაძლებლობას. დღესაც აქტიურად ტარდება ერთობლივი კონცერტები, სადაც ერთიანი პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილია როგორც ქართული, ისე სომხური კულტურა, რაც კიდევ უფრო ამყარებს ორ შორის კულტურულ კავშირებს. ერთ-ერთი საუკეთესო ვიზიტი იყო, ძალიან წარმატებული. ოფიციალური შეხვედრები ჩატარდა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრთან, ხალბატონ ჟანა ანდრიასიანთან, გუბერნიასში გუბერნატორთან, ვიცე-გუბერნატორთან, ქალაქის მერთან, ვანაძორის და ეს არის რაც თავარია ორი ფანტასტიკური კონცერტი ერევანსა და ვანაძორში. არნახული წარმატებით ჩაიარა, სრული ანშლაგი იყო ვანაძორშიც, ანშლაგი იყო ერევანშიც და ეს არის ალბათ ის, რაც გვაკავშირებს ჩვენს ხალხებს, ჩვენს კულტურებს. მუსიკალური ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალშექმნილი კულტურის სამინისტროს პროექტია და ემსახურება რეგიონის ცნობადობის გაზრდას საზღვარგარეთ. მადლობა ამ პროექტის ხელშეწყობისთვის აჭარის მთავრობას და კერძოდ რეგიონის ხელმძღვანელს ბატონ სულხან თამაზაშვილს.